გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ თინა თინუხაძე და ეს ჩემი ვლოგია CEO-ს ამბები, ანუ CEO Tales. დიდი მადლობა ყველას, ვინც გადაწყვიტეთ, რომ დღეს შემომიერთდეთ, ან ვინც მადლობთ თვალყურს. დღევანდელი თემა არის გმირობის სინდრომი, გმირის სინდრომი, რომელსაც ძალიან ხშირად შეხვდებით CEO-ებში, ლიდერებში და მე არ წარმოადგენ გამონაკლის აბსოლუტურად. უბრალოდ მეგონა, რომ ეს თემა კარგად დამუშავებული მქონდა, გავლილი, გაცნობიერებული მქონდა და თითქოს რაღაც გადალახული იყო ჩემში ეს სინდრომი. მაგრამ რამდენიმე დღის წინ ჩემმა თავმა კიდევ ერთხელ გამახსენა, რომ სრულად გადალახული ეგო და შენი გამოვლინებები არ არსებობს და რომ რეაქტიულ რეჟიმში შენი ძველი ჩვევები, შენი ძველი მისწრაფებები თუ ეგოს გამოვლინებები ისე თავს წამოყოფენ ხოლმე და ამის შესახებ მინდა რომ გაგიზიაროთ. მოკლედ, ჩვენ ახლა ორგანიზაციაში დიდი გადაწყობის წინაშე ვართ, იმიტომ რომ გარემოებაში ძალიან ბევრი ცვლილება მოხდა, რაც ჩვენს ბიზნესზე და ჩვენ სექტორზე ძალიან აისახა. ეს არის პოლიტიკური არასტაბილურობა, ეკონომიკური არასტაბილურობა, რომელიც ჩვენს კლიენტებს ბიზნესებს ეხება, ასევე USAID-ის მთელ მსოფლიოში გაჩერება, რომელშიც ჩვენ ჩართული ვიყავით და ასევე მის ამ ეკოსისტემის მთლიანად მორღვევა, დონორების მუშაობის შეჩერება, საერთაშორისო ორგანიზაციების პროგრამების შემცირება, განვითარება ქვეყნებში და კონკურენციის გამძაფრება. ეს არის ის გარე გამოწვევები, რეალური გამოწვევები, რომლის წინაშეც მარტო ჩვენი კი არა, ანუ ჩვენი მთელი სექტორი დგას. და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ გამოწვევებს ვუპასუხოთ და პირველ რიგში ვიწყებთ, ანუ გადავიცან რომ ხედვა, როგორ ვაპირებთ რომ ვუპასუხოთ ამას, მე ამას მოყოლა ხოლმე აუცილებლად ორგანიზაციული ცვლილებები და ზუსტად ამ მომენტში და ამ ეტაპში, როდესაც ვფიქრობთ, ვსჯელობთ, როგორი უნდა იყოს მოწყობა ოპტიმალური ჩვენი კომპანიის, რომ ახალ გამოწვევებს ვუპასუხოთ და შესაძლებლობები რაც შეიძლება მეტი გაზარდოს და მოკლედ ორი თვე მიდის ამაზე მსჯელობა, არაერთი შეხვედრა მიუძღვენით, ეს შეხვედრები მიდის დიდი კამათის ფონზე, რაც ჩვენი მენეჯმენტისთვის და ჩვენი კულტურისთვის ეს ღია კამათი არა მარტო დასაშვებია, არამედ ახალისებულია, მაგრამ ძალიან გაგვიგრძელდა, იმიტომ რომ მარტივი არ არის ცვლილება იმათვისაც კი, ვინც რეალურად ცვლილებებს მიჩვეულებს, ჩვენი ორგანიზაცია ნამდვილად ტრანსფორმაციებს და ცვლილებებს მიჩვეულები ვართ, მაგრამ მაინც ყოველთვის მე არ მახსოვს, რომ ნებისმიერი სასიკეთო და პოზიტიური ცვლილებაც კი მარტივად მიდიოდეს რომელიმე ორგანიზაციაში და ასე ხდება ჩვენთანაც. ერთ საღამოს ვიბრძენი, რომ ძალიან ყელში ამოვივით და ეს ამდენი შეხვედრა, მსჯელობა, ასე ჯობია, ეს ხომ არ იქნება, ეს ხომ არ იქნება, ამას რო შევცვლით, იმას ვარ დავკარგავთ, ეს ახლა არ იქნება და რაღაცა შიგნიდან ვიბრძენი, რომ ძალიან მეჩქარება, რომ წინ დროზე წავიდეთ, არ გვაქვს დრო, რომ მოდი კიდე ორი თვე დავფიქრდეთ, გრძნობ რომ დავაგვიანებთ და აქ ჩაირთო ჩემი ძველი მოდელი, როდესაც მე უნდა შევვარდე ახლა გუნდში და გავხდე ის გმირი, რომელიც ახლა ამაც ყველას გადაარჩენს და ჯერ ბრაზიდან წამოვიდეს ყველაფერი, რომ რაუბედურება ორი თვე გადავწყვიტეთ და მე ეს გადამრჩენის ინსტინქტი და ვიფიქრე, რომ აი ხვალ მივალ ახლა სამსახურში, შევკრიბავ ამ გუნდს და ვეტყვი, რომ აღარ მაინტერესებს თქვენი არც დამთავრდა დემოკრატია, ეხლა ის სიტუაცია, როცა მე უნდა ავიღო ჩემ თავზე ყველა გადაწყვეტილება, პასუხისმგებლობა, რისკები ყველაფერი და თქვენ გამომყევით უბრალოდ უნდა შევუბეროთ. და აი ეს ფიქრები რაღაც დავაწყე, რას ვიტყოდი, რას გავაკეთებ, ეს პუნქტებად მაქვს ჩამოწერილი, რას გავაკეთებ. და მადლობა ღმერთს, რომ ჩემი თავში რეფლექსია ჩვევად მაქცეული და დავიჭირე ამოცნობა მაინც აღარ მიჭირს, ანუ ის კი არა რომ აღარ ხდება, მაგრამ მინიმუმ ამოცნობას ვახერხებ რა მდგომარეობაში ვარ ხოლმე და დავიჭირე რომ ამ როლში, გმირის როლში დავბრუნდი, რომელსაც ძალიან დიდი ხანია ჩემ თავზე ნამუშევარი მაქვს, რომ აქ არ ვიყო. აქ არ ვიყო, იმიტომ რომ არ ვიცი რამდენად იცით თქვენ გსმენიათ, ძალიან საინტერესო ის დრამა სამკუთხედს, სადაც ურთიერთობის, არაჯანსაღი ურთიერთობის სამი მოდელი არსებობს. ამ სამკუთხედში არის გმირი, მსხვერპლი და მტარვალი, თუ არ ვიცი რა დავარქვა, დამსჯელი, მოკლედ ჯალათი.
და ამ სამკუთხედზე ხშირად დავდივართ ხოლმე განსაკუთრებით ის ადამიანები, ვისაც გმირობის დიდი შინაგანი მოწყდება გვაქვს და ჯერ ვხდებით დავინახავთ მსხვერპლს, მერე ვხდებით მისი გადამრჩენელი, ვიტენით ყველა პასუხისმგებლობას, როგორც ახლა მე ვაპირებდი, რომ აი მე და მენდეც და გამომყევით, მერე ამ შეტანილი პასუხისმგებლობისგან ძალიან ცუდად ვართ, იმიტომ რომ ზედმეტია, ჩვენთვის ბევრია და მე ვხდებით გარემოებების მსხვერპლი, მე მოვდის ბრაზი და ვხდებით იმ ადამიანების დამსჯელები და ჯალათები, ვინც ვითომ გადავარჩინეთ. მე ისევ გული გვიჩუქდება ამ ადამიანებზე, რომ ხედავთ, რომ შევჭამეთ, დავტყვირეთ და არ დავტოვეთ მისგან არაფერი და მე ისევ გმირად მოვევლინებთ. მოკლედ აი ამ სამკუთხედიდან გამოსვლა თვითონ სამივე პრობლემურია, რა თქმა უნდა, მსხვერპლის პოზიცია, ზოგი მსხვერპლის პოზიციაში ხშირად რჩება, ზოგი ჯალათის და ზოგი გმირის, მაგრამ სამივედან არის გამოსასვლელი, ახლა მაგაზე არ არის ეს ჩემი ბლოგი, ჩემს გამოცდილებას დაუბრუნდები, მოკლედ ეს რომ ვიცი და გააზრებული მაქვს, რომ ძალიან დიდ შარში რომ თომას გავაკეთებ, მე მსხვერპლი გავხდები და მე ჯალათი გავხდები, ნამდვილად აღარ მინდოდა, აღარ მომინდა რომ ეს გავაკეთო და შეცვალა ჩემი გადაწყვეტილება. ვიფიქრე, რომ ახლა მეორე დღეს მივალ და სულ სხვა რამეს გავაკეთებ და რა გავაკეთე, მივედი მეორე დღეს შეხვედრაზე და გავაკეთეთ ეს design thinking-ის ფასილიტაციური მიდგომით, მოკლედ, სადაც ეს არის მეთოდი, როდესაც რაღაც იდეებს აგენერირებ, ბევრი კამათის და გარჩევების გარეშე მიდიხარ გარკვეული პროდუქტის ან კონკრეტული გადაწყვეტილების სერვისის პროდუქტის ან გადაწყვეტილების აღმოჩენამდე და მოკლედ აი ამ გზით 2 საათში აბსოლუტურად ყველა საკითხზე შევთანხმდი, ძალიან წყობილი გეგმა გავაკეთე და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ რაც მე იდეები მქონდა და მეგონა რომ მარტო მე ვხედავდი, ანუ რა თქმა უნდა, აი როცა ეს კამათი და ხახუნი და ბევრი სიტყვის გარეშე, ზოგჯერ ძალიან ვიხარჯებით ბევრ სიტყვებში, კამათში მივყვებით ამ იმას და რეალურად ერთი და იგივეს გულისხმობს. ეს მეთოდი ჩვენ ძალიან დაგვეხმარა იმისთვის, რომ 2 საათში შევთანხმებული ყავთ ძალიან ბევრ საკითხზე, გამოგვევჩინა რაღაც ახალი იდეებიც, რაც ზოგიერთი შეიძლება არც მქონდა ნაფიქრი და გამოვედი ძალიან კმაყოფილი. მოკლედ, რო შევაჯამო, ჩემი გაკვეთილი რა იყო ამ დღიდან. პირველი ის, რომ შენი ეგო შეიძლება ემუშავო, შეიძლება ჩააჩუმო, შეიძლება რა თქმა უნდა ვიზრდებით, ვითარდებით, მაგრამ ეს არსად არ მიდის და როგორც კი იფიქრებ, რომ შენ ეს პრობლემა გადალახე, შენ ხარ გაბრწყინებული, აი აქ როგორც კი მოდუნდები, ეს შენი ძველი ქცევები, შენი ფათერნებს რაღაცა განმეორებითი რაღაცა ქცევები, მრჩება იყო, ბრუნდება და ფხიზლად უნდა ვიყოთ აუცილებლად. მეორე რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის იმის გააზრება, რომ არ ჭირდება შენ გუნდშენი გმირობა რა, იმათ სჭირდებათ, რომ თვითონ გადაიქცნენ ეს გმირები, რომელიც გამოწვევას გაუმკლავდებიან და შენი როგორც ლიდერის როლი ზუსტად ის არის, რომ მათ აი ეს პოტენციალი ამოუტანო და თვითონ აქციო ისინი გმირებად. და მესამე, შეიძლება მართალი ხარ, გეჩქარება, რომ ეს პროცესი გაიწელა, რაღაცა არ მუშაობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დაუბრუნდეთ ძველი ქცევის მოდელს, რომელიც არ მუშაობს. ეძები ახალი გზები, როგორც მე ვიპოვე ამ შემთხვევაში ახალი გადაწყვეტა და სადე რაღაცა ახალი. ვაღიაროთ, რომ ძველი არ მუშაობს, მაგრამ არ დაუბრუნდეთ კიდევ უფრო ძველ მოდელში. გავაგრძელოთ მუშაობა იმისთვის, რომ რაც შეიძლება ეფექტურები გავხდეთ ჩვენს გუნდთან. ძალიან დიდი მადლობა, დღეს ეს იყო სულ და გელოდებით შემდეგ ეპიზოდზე.